მე ვარ წერტის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ გამოძიებელი რუსტან ხიმშიაშვილი. გამარჯობა. ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ძლიერი და გავრცელებული ძალადობის ფორმაა, რომელიც სახელმწიფოს ნებისმიერ ქვეყანას და საზოგადოების ნებისმიერ ფენას მოიცავს. დაგეგმა სახელმწიფო მთავრობამ და ამაში რა თქმა უნდა ჩართულია ჩვენი სამინისტროც, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ნაწილობრივად ჩვენი მონდომებით და თქვენი დახმარებითაც რომ ამოიფროს ოჯახში ძალადობა. თქვენ ამის შესახებ ჩაგვაყენოთ საქმის წულში და შეიძლება ჩვენს დაგეხმარებით. სოციალური ფონი რაღაცა მოქმედებს ამ სიტუაციაზე გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ძალიან განვიცდით, გულთან ახლოს მიგვაქვს ეს ყველაფერი და ვეცდებით რომ ჩავერთოთ ჩვენც ამ სიტუაციაში და მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია თუ რამე იქნება. რა თქმა უნდა, ძალადობის წინააღმდეგი ვართ და ოჯახებშია ძალიან ბევრი ფაქტები მოვიხსნით, რომ სუსტის სქესის ქალებთან მიდის ძალადობა სექსუალური, ფიზიკური და ძალიან ბევრი შემთხვევებია და ჩვენ გულთან მივიტანეთ და ჩვენ ოჯახს თუ კი რაიმე შეიძლება ამირებული დახმარება გვერდში დგომა ამ მეზობლობაში, ამ მეგობრობაში ვინმე ახლობლებთან ესეთი ფაქტები თუ მოგვიხდება, რა თქმა უნდა, დავეხმარებით, გვერდში დაუდგებით, ვალდებულად ჩავთვით, რომ მივიდე, შევეკითხო, რა გიჭირს, რა გიხდის და თუ რამე შემიძლია დახმარება ფიზიკური და მე თვითონ პირებულად დავეხმარო, თუ არა და რა თქმა უნდა, შესაბამის ორგანოებს მივმართავ. გამარჯობა. ჩემი დღევანდელი თქვენთან ვიზიტის მიზანია გადმოგცეთ ეს ბუკლეტები და 2005 აგეხსნათ ოჯახური ძალადობის შესახებ. ზოგადად ჩართული ჩვენ შესაძლოა თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას და ამოხოთ ერთასაბუთო. აუქურება ხალხმა ტელევიზორში მაგაზანა შეიძლება. ან ცოლი თუ არ გინდა და რატო მოიყვანა, შვილი თუ არ გინდა რატო გააჩინა. ხალხმა შეძახული და რატო უნდა იყოს. ჩვენი დღევანდელი ვიზიტის მიზანია გადმოგცეთ ეს ბუკლეტები და აგიხსნათ ოჯახში ძალადობის შესახებ. აღმოხვის შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩვენი სამსახური ფორმალურობაზე და დანაშაულ თავიდან აცილებაზე არის რა დაფუძნებული. ჩვენი მიზანიც ეს არის წარმომადგენლებს და ბავშვებს მოხუცებს. რაცულად იგზავს ყველა თავს, ანუ არავინ არ დახუჭავს თავს და უშუალოდ შესმეზობლოს უჭირს. თუ ვერ ჩაერევი ფიზიკურად, რა თქმა უნდა, შეატყობენ კამპანიას. არც გაქვს უფლება რომ ფიზიკურად ჩაერევი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები აქტიურად ვართ ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყობილ კამპანიაში არა ძალადობას. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დავდივართ ოჯახებში, ურგებთ მოსახლეობას ბუკლეტებს და ვუხსნით თუ როგორი მნიშვნელოვანია აღნიშნულ კამპანიაში მათი ჩართულობა და ასევე რომ მათ უფლებებს იცავს კანონი.